მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას იწყებს ახალ ამბებს 13 საათზე ნინო სალუქვაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მერვე რეგიონულ კონფერენციას სიღნაღმა უმასპინძლა შეხვედრას სოტნე ივანიშვილი დაესწრო. კახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრებთან დისკუსიის რეჟიმში საკუთარი იდეები და საჭიროებები გაეჟღერებინათ და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ემსჯელათ. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს. რეგიონული დისკუსიების შედეგად გამოკვეთილი ძირითადი საკითხები კი თბილისში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდება. ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას. ეს იქნება ისევ რეგიონების შემოვლა, კონკრეტულად შეხვედრები, პირადად მათთან საუბრები, რა თქმა უნდა, საქმიანად და კონკრეტულად იმ საკითხებზე, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია, რომ მოგვარდეს რეგიონებში და არა მარტო რეგიონებში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ყველა საკითხი არის განხილვის პროცესში, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული არის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკვე დაისვა და მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში იქნება გადაჭრილი, რისი გადაჭრაც მოკლე ვადაში შეიძლება, რისი დაგეგმას ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი. ამ ყველაფერზე მთლიანი გუნდი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ შედეგს. მოტივაცია დავალია, რომ მივიდეთ თითოეულ ახალგაზრდამდე და მათთან გავმართოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოლიტიკური შეხედულებების მქონე ახალგაზრდებთან შეიძლება გქონდეს საქმე. თავარი არის ის, რომ გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და ასევე რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი დიალოგისა და კრიტიკული აზრების მიმოცვლის სურვილი. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჩევეთი ხასიათის, არამედ ეს ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის ასე თქვა დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. რაც შეეხება უკვე სამუშაო პროცესის გაგრძელებას, ჩვენ ვაპირებთ რომ დავბრუნდეთ თითოეულ რეგიონში უკვე სამუშაო პროცესში და გავიაროთ ის იდეები, რომლებიც ახალგაზრდების მიერ გაჟღერდა. ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია. გვინდა მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივები და იდეები, მათ შორის კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის რეგიონში ვითარდება სპორტული მიმართულება, საგანმანათლებლო პროფესიული მიმართულებები. ჩვენთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, რამდენად ერგება აღნიშნული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს. მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლა-გამოცვლის უალტერნატივო საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ დამთავრდება, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს მაქსიმალურად ეფექტურად იყვნენ ჩართული საქართველოს განვითარებაში და მის კეთილდღეობის შენარჩუნებაში. ვფიქრობ, იქ სადაც არის ერთმანეთთან კამათი და დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და სწორედ ის იქნება მომავლის გასაღები. იმ ხით ჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად ჭირდება ქართველ ახალგაზრდებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა არის. გამდინარე იქიდან, რომ თითოეულ ახალგაზრდას მუნიციპალიტეტის წევრებს შეგვიძლია დავაფიქსიროთ ის მოლოდინები, რაც გვაქვს ზოგადად და გვინდა რომ მომავალში გვქონდეს კიდეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულბათ რცხილაძე დააკავა, რომელიც ორ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. უწყების ცნობით, დაკავებული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. გამოძიების ინფორმაციით ვერ რცხილაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ჰქონდა კონსპირაციული კონტაქტები, ხოლო შეხვედრები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმართებოდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაგავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გაჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების
სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ზევნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას არა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი. დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთკიცება დაამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლები პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი, ალფა-პვპ, მურფინი. პოლიციამ ასევე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 26 მაისის აქციის შემდეგ დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. ერთმანეთს ამჯერად მელია სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. სადაც სააკაშვილია იქ ქვეყნის ინტერესი არ არის, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს მისი ყოფილი თანაგუნდელი ნიკა მელია და საპატიმროდან ვრცელ წერილს აქვეყნებს. მელია ექს-პრეზიდენტს ცილის წამებაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი 2021 წელს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და ოპოზიციური ერთობის ჩამოშლას სწორედ ექს-პრეზიდენტის ეჭვიანობას უკავშირებს. მსჯავრდებულ სააკაშვილზე საუბრისას მელია ღიად ამბობს, რომ ზურგში დანის ჩარტყმაში სააკაშვილი უკვე გამოცდილი ჰყავს. ნაცმოძრაობაში მელიას ბრალდებებს ბოდვას უწოდებენ. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციური ალიანსის რიგებში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ ქართულ ოცნებაში. სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული ცილის მწამებლური წერილი გავრცელებია. მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხის სახლებში გაუშვაო. ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს. სააკაშვილისგან განსხვავებით საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში 7 ჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკივ თქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გაგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა. 5 წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი. ის ვივამეთში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა ის ჩემ ადგილზე 100 ჯერ მოყვებოდა. თუმცა კი როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ეს არის სრული ბოდვა პირდაპირ გეუბნებით და ტყუილი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჩამოიყვანა საქართველოს სიყვარულმა და არა პარტიაში მელიასთან კონკურენცია. ნუ აი ეს როგორი ბოდვაა, იცით რა აი რა გითხრათ ახლა რომ ინტერესების თანხმდა როცა არ არის გაერთიანებაში ყოველთვის არის დაპირისპირება ხომ და ეხლა მელია იქნება სააკაშვილი იქნება გირში იქნება ლელო იქნება თუ აბსოლუტურად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ესენი საერთო ენას ვერაზრს ვერ ნახავენ იმიტომ რომ ინტერესების განსხვავებული აქვს ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ მელია და სააკაშვილი არის
ერთი ჯოხის ორი ბოლო. სააკაშვილომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის ცალსახა. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ თვითონ და მისი პარტია უნდა იყოს ფლაგმანი და სანამ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა იქნება ფლაგმანი ოპოზიციური, ესე ვთქვათ, გაერთიანების მუდმივ რეჟიმში იქნება დაპირისპირება მათ შორის. ყოველთვის ვამბობთ, რომ ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ სკამებისთვის და პოლიტიკური თანამდებობებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ეს ეგრეთ წოდებული ალიანსი შემოიკრიბოს მის ირგვლივ და ყველას მათ შორის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ რაღაც ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ რაღაცებს თვითონ დამოუკიდებლად მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად შეძლებდნენ, გაახსენა კიდევ ერთხელ მათ, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცალკეული ჯგუფების მხრიდან საკითხით სპეკულირება გრძელდება. სახელმწიფოს მყისიერი რეაგირების მიუხედავად ოპოზიცია ცდილობს ფაქტის სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინოს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი სამართალდამცავი უწყობების დისკრედიტაციის მცდელობაა. მმართველ გუნდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მათი ხელისუფლების დროს მომხდარ მძიმე დანაშაულებებს ახსენებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დაკავების ფაქტიც კი სხვანაირად წარმოეჩინათ საზოგადოებისთვის. ახლა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას მორალური უფლება არ აქვს მსგავს ფაქტებზე ისაუბროს, მაშინ ვერცერთ გადაწყვეტილებას მსგავს ვერ გამახსენებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაული პოლიციელი იქნა მიცემული პასუხისგებაში. ხო, ვერც ერთზე აქედან გამომდინარე საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და აანალიზებს ის, რომ სახელმწიფო დღეს და პოლიცია და ზოგადად საგამოძიებო უწყება მოწოდების სიმაღლეზე ზუსტად ამ ფაქტმაც და ამ რეაგირებამაც ერთხელ კიდევ ხაზი გაუსვა ამ ყველაფერს. იმისათვის, რომ რაიმე ფაქტი ჩაითვალოს სისტემურად, ამისათვის აუცილებელია პირველი, რომ იყოს ეს სისტემატიური და მეორე ეს იყოს კოორდინირებული. ეს არის ერთეული ფაქტი. ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან საუბარი სისტემურ დანაშაულზე უბრალოდ პოლიტიკური უთიფრობის მწვერვალია, იმდენად რამდენადაც ნაციონალური მოძრაობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ბრალდებულები არიან, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის მრავალი სისტემური დანაშაულის ჩადენაში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ დააბრალონ ქართული ოცნების ხელისუფლებას სისტემურობა, უბრალოდ საზოგადო სისტემური ძალადობა, უბრალოდ საზოგადოებისთვის სასაცილოა. ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს. მიხეილ სარჯულაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურეობას სთავაზობს. აღნიშნული სერვისები უშუალოდ ექიმების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალური მორგებულია. პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინარულ მომსახურებას, ამასთან პროგრამის განსაზღვრულია წელიწადში ერთხელ სტაციონარული და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ყველა საჭირო კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოხლდა რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართლა ქალაქ ბათუმში, აჭარაში მოქმედ ექიმებთან, რომელთაც აქვს შეხება დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებთან. გაუზიარეთ ჩვენი ხედვები და ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს სოფლიოში დიუშენის სინდრომთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იდეები გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ექიმებმა. ეს იყვნენ ნევროლოგები, პედიატრები, ტრავმატოლოგები, რომელთაც აქვს შეხება დიუშენის დაავადებულ ბავშვებთან. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, თუ რა უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა, როგორც პაციენტებთან, ისე ექიმებთან, ისე რა თქმა უნდა მათ ოჯახებთან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტი მთავრობა მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა, რომელიც აუცილებელია და რომელიც აუცილებლად ემსახურება ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების გამოჯანმრთელობას და უკეთესად ყოფნას. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან ისეთი ნაყოფიერი, საუბარი იშვიათ დაავადებებზე, კერძოდ დიუშენის სინდრომზე, კუნთთა პროგრესირებადი დისტროფიის სხვადასხვა ფორმებზე, ლანდუზე, დეჟერინზე, ბეკერზე, მარიტუცზე, მოტორული ნეირონების დაავადებაზე, ALS-ი, ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის
აჭარაში გავრცელებული კვლევის მეთოდების მკურნალობის პრინციპების შესახებ. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს ელჩი ჩინეთში. საზეიმო საღამოზე ანსამბლ რუსთავი კულტურული პროგრამით წარსდგა. ანსამბლმა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნამუშები და ტრადიციული ცეკვები შეასრულა. რუსთავის გამოსვლა დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოს კულტურული იდენტობისა და ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურებოდა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას დაესწრნენ მაღალი დონის სტუმრები როგორც დიპლომატიური კორპუსიდან, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. კულტურის სამინისტრო ჩართული იყო ამ მიღებაში იმ კუთხით, რომ მუსიკალურად მიღება გააფორმა ანსამბლმა რუსთავმა, წარმოდგენილი იყო პროგრამა როგორც ქართული ხალხური სიმღერების, ასევე ჩვენი ეროვნული ცეკვების. დღეს ქალაქ პეკინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სტუმართ მასპინძლობა გაუწია როგორც საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად თბილისიდან მოვლინებულმა ანსამბლ რუსთავმა, რომელმაც მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი კულტურა წარმოვადგინეთ აქ ამშორეულ პეკინში და აქ მოსულმა აუდიტორიამ, როგორც ყოველთვის აღფრთოვანებით მიიღო ქართული ცეკვა და მრავალხმიანობა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უფრო ღრმად გავეცნო ქართულ კულტურას. დღევანდელმა ცოცხალმა მუსიკალურმა და საცეკვაო წარმოდგენებმა კიდევ უფრო მეტად დამანახა საქართველოს ხანგრძლივი ისტორია და მისი უნიკალური კულტურული ტრადიციები. ბათუმში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი, ასევე ნომერ 1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა. ასევე გაფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ცენტრსა და პოლიკლინიკაში დასრულებულია შენობების კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შიდა და გარე მოპირკეთება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოების პროექტის ფარგლებში კი დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შავი კარგასის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების საჭირის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაიცნენ. აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტურად ერთმთლიან მრავალფუნქციური კომპლექსად შენდება დამატებითი 3 სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის სასწრაფო დახმარების გადაუდებელი ცენტრის შენობა, ასევე ბათუმის პირველი პოლიკლინიკა და ბოლო ეტაპზე იქნება ბავშვთა პედიატრიული ცენტრის დასრულება. განსაკუთრებულად საინტერესოა ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ამჟამად ბათუმში და რომლის მიზანია, რომ ძალიან ძლავრი, დიდი დაწესებულება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება ჩამოყალიბდეს მაღალი დონის ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და იმავდროულად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდება აღჭურვა. რა თქმა უნდა, პირველი პოლიკლინიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამბულატორიულ დაწესებულებებს შორის ჩვენი რეგიონის დონეზე ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლისათვის ღირსეული გარემო შექმნა და თითოეული მოქალაქისათვის ღირსეული პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული ყველა სერვისის მიწოდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი 2026 წლის ამოქმედო გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად და ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამრეწველო სექტორიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევის შემცირებას, რაც რუსთავის ეკოლოგიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება 2021 წლიდან დღემდე მასშტაბური პროექტებია განხორციელებული. ახალი სამოქმედო გეგმა 19 აქტივობას აერთიანებს. ის გეგმები დასახული, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
ხარეს სრულად იყო ასახული მემორანდუმში, ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია მემორანდუმის ფარგლებში, პირდაპირ ემსახურება რუსთავის აერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლითაც როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე სამინისტრომ დავაფიქსირეთ ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც დაწყებული გვაქვს, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად აისახება ჩვენი ქალაქის გარემოზე, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რუსთავში 3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მშენებლობა მიმდინარეობს. ნომერ 31, 25 და 11 საბავშვო ბაღები ჯამში 1200-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს. რეაბილიტაციო სამუშაოებს და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და რუსთავის მერის მოადგილე. 550 ბაღზე გათვლილი ნომერ 31 საბავშვო ბაღის განახლებითი სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. დასასრულს უახლოვდება რუსთავის 25 და 11 ავარიული ბაღების ნაცვლად ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა. პროექტების განხორციელების შედეგად რუსთავის საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას. მიმდინარეობს 3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესი. მათგან ერთ-ერთი 450 ბავშვზე გათვლილი დღეს უკვე დამთავრების ეტაპზე არის. საბოლოო ფაზას გადის, აქ ჩვენი პრიორიტეტი არ იყო მხოლოდ ვიზუალური განახლება. საუბარი გვაქვს შენობის გაძლიერებაზე და შესაბამისი სტანდარტების მასალით მის რემონტზე. განახლდა როგორც მთლიანად შენობა, ასევე გარე ინფრასტრუქტურა. უკვე დასკვნით ეტაპზე არის 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ჯამში 1100 ბავშვზე მეც მოემსახურება. მსგავსი ფართომასშტაბიანი პროექტები მრავალი ათეული წელია ქალაქში განხორციელებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნება უსაფრთხო და სრულად თანამედროვე გარემო ჩვენი ახალგაზრდებისთვის. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით დროებით.